გიორგი ერმაკოვმა 1 საათის წინ მოაწერა ხელი ბათუმში წყლის სისტემებისა და წყალანირების ქსელის მესამე ეტაპის სამუშაოების დაწყების ხელშეკრულებას. კომპანია ეჯიტაშთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მესამე ფაზის სამუშაოები ჩაქვის მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებებში იანვრიდან დაიწყება და 2 წელსა და 3 თვეს გაგრძელდება. ვიდრე ხელშეკრულება გაფორმდებოდა ბათუმის საკრებულომ გიორგი ერმაკოვისათვის დოკუმენტის ხელმოწერის ნებართვის მიცემაზე იბრძელა. საკითხი ცხარე კამათის ფონზე გადაწყვიტეს. გაურკვევლობა იმან გამოიწვია, რომ კომპანია ეჯიტაშთან გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ ინგლისურ ენაზე იყო მომზადებული, რომლის შინაარსიც საკრებულოს წევრებისათვის უცნობი იყო. მერის მრჩევლის განცხადებით, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებში საერთაშორისო ხელშეკრულებისას ქართული ასლის აუცილებლობა არ არის. დეპუტატები კი კონსტიტუციის ნორმების დარღვევაზე მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ საკითხი დღის წესრიგიდან უნდა ამოღებულიყო. საბოლოოდ საკითხს მხარი დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს. საქართველოში საქმის წარმოება კონსტიტუციის და ადმინისტრაციული კოდექსის დადგენილი. ნებისმიერი ხელშეკრულება, ნებისმიერი დოკუმენტი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ადამიანმა რომელმაც არის ისე და როგორაც ის ხელშეკრულებაზე ხელს ჩვენ ვიცით რომ ემაკოვი ინდონეზიურ ძონზე ინგლისურის რომ წაიგო არსებობს საერთაშორისო სტანდარტი დადგენილი საერთაშორისო ნორმა ამ ნორმის თანახმად ხელშეკრულებას ეწერება ხელი ინგლისურ ენაზე ეს არის ძალიან